როგორც აღმოჩნდა, დეზინფორმაციული ქსელი, რომელიც რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდა, უკვე 3 წელია რაც ავსტრიაში მოქმედებს და ეს გამოავლინა ავსტრიის შიდა დაზვერვის სააგენტომ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდ ბრიტანეთში დააკავეს ბულგარეთის მოქალაქე ქალი, რომელიც კრემლის ჯაშუშად მუშაობდა, გერმანიასა და ავსტრიაში პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდა და როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ამ ოპერაციაში და როგორც ავსტრიული მედიები წერენ, მან აღიარა ის, რომ რუსული დეზინფორმაციული ქსელისთვის მუშაობდა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მედია არ ამბობს ამ ქალის სახელს და გვარს და ამავდროულად ავსტრიის შიდა დაზვერვამ რუსული დეზინფორმაციული ქსელის შესახებ მას შემდეგ მოიპოვა ინფორმაციები, რაც სწორედ აი ამ ბულგარელი ქალის მობილური ტელეფონების და ასევე სხვა მოწყობილობების მონაცემები გაანალიზეს და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ავსტრიაში დაფუძნდა ქსელი, რომელიც რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდა და ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანიც იყო პროპაგანდის გერმანულ ენოვან ქვეყნებში გავრცელება, კონკრეტულად კი ავსტრიაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართული გუნდი ძირითადად აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებში, ისინი ავრცელებდნენ კონკრეტული სახის ვიდეოებსა თუ ფოტომასალებს, თუმცა ამავდროულად ავრცელებდნენ ასევე სტიკერებსა და გრაფიტის სახით ქალაქში ავრცელებდნენ ნაციონალისტურ განცხადებებს და ასევე ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის დამახასიათებელ სიმბოლიკებსაც ავრცელებდნენ, ხოლო შემდეგ კი ამ ეს ყველაფერი ისე გამოჰყავდა, თითქოს უკრაინელმა აქტივისტებმა გააკეთეს ეს ყველაფერი ქალაქში და ეს ყველაფერი სწორედ იმისთვის ხდებოდა, რომ ანტიუკრაინული განწყობები დათესილიყო ქვეყანაში. და კონკრეტული სამიზნე კი გახდათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ერთი წლის წინ ავსტრიაში ყველაზე დიდი შპიონაჟის სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც დააკავეს ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელსაც ბრალად ედებოდა ავსტრიელი მაღალჩინოსნების მობილურ ტელეფონებში არსებული მონაცემების რუსული დაზვერვისთვის გადაცემა და ავსტრიაში არსებული პრორუსული პროპაგანდა არ არის პირველი შემთხვევა. მაგალითად გერმანიაში შარშან, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში, კონკრეტულად კი ტვიტერში ვრცელდებოდა გერმანიის საწინააღმდეგო გზავნილები და ვრცელდებოდა პრორუსული პროპაგანდა, იყო თავდასხმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამინისტროზეც და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში იდგა საჭიროება იმის, რომ სისტემატიურად გამკლავებოდნენ დეზინფორმაციულ კამპანიებს, კონკრეტულად კი რუსულ პროპაგანდას და განსაკუთრებით მაშინ იყო სამიზნე სწორედ ევროპარლამენტის არჩევნები და განსაკუთრებული შეშფოთება იმან გამოიწვია, როდესაც დეზინფორმაციული კამპანიები გაშიფრეს, რომ ეს პრორუსული პროპაგანდა და ეს ნარატივები ჰგავდა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის რიტორიკას და ულტრამემარჯვენე პარტია საკმაოდ ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის და კრემლის მიმართ და ისინი ავრცელებდნენ ასევე ვლადიმერ პუტინისთვის სასარგებლო განცხადებებსაც და სწორედ ამიტომ გერმანიის მთავრობამ მაშინ შარშან 2024 წელს დაიწყო საკმაოდ დიდი კამპანია, რომ დეზინფორმაციას გამკლავებოდა და სწორედ მსგავსი რამ მოხდა ახლაც ავსტრიაში, თუმცა აქ უკვე ჩართული არის შპიონაჟის სკანდალიც.